რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მასზე რობისასა განათლდებოდეს. მაშინ უსჯულო იუდა ვერცხლის მოყარებისა სენითად აგნელდებოდა და უსჯულოთა მსაჯულთა შენ მართალსა მსაჯულსა მიქცემდა. იხილეთ ჰოი მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვერცხლისა, რომელმან მისთვის შიშთვილიბა, ილტოდეთ უძღებისა მისგან სულისა, რომელმან მოძღვარსა თვისა ზედა ესე ვითარი იკადრა, არამედ რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, კაცთ მოყვარე, დიდება შენდა. დიდი ხუთშაბათი წმინდა ზიარების საიდუმლოს დაწესების დღეა, რადგან ამ დღეს იესო ქრისტემ პირველად აზიარა მოწაფეები თავის სისხლსა და ხორცს. დღეს დაასრულა მაცხოვარმა საფუძველი აღლისა აღთქმისა. დღეს მისცა მან მოწაფეთათვის და უკანასკნელნითვის ნითიდნი ცნებანი და სწავლანი. ოდეს დააწესა მან უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა. დღეს მისცა მათ უმაღლესი სახე და მაგალითი ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულისა. დაბანარა ფერხნი მათნი. როგორადაც აღდგომა ქრისტესი არის დაგვირგვინება მისისა საქმისა და ჩვენის ჯულისა, მსგავსადვე დღევანდელი დღე არის შევსება და დასრულება მისისას ჯულისდებისა. ასე გადმოგცემს დღევანდელი დღის მნიშვნელობას იმერეთის ეპისკოპოსი წმინდა გაბრიელი. როგორც სახარება გვასწავლის, ზიარების გარეშე ცხონება შეუძლებელია. ღირსეულად მიღებული უფლის სისხლი და ხორცი განაგდებს ბოროტს ჩვენგან და ანგელოზებს მოუხმობს. ქრისტიანები ერთი ბარძიმიდან ვიღებთ კურსა და ღვინოს, რომელიც მღვდელმსახურის მიერ სული წმინდის მოხმობით გადაიქცევა იესო ქრისტეს წმინდა სისხლով და ხორცით. ზიარების შემდეგ ქრისტე ჩვენში შემოდის. მასთან ზიარებით ერთმანეთთანაც ვერთიანდებით, ხვდებით ქრისტეს სხეულის ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები, რომლის თავი თავადუფალი იესო ქრისტეა. დიდ ხუთშაბათს ზიარებას კი განსაკუთრებული ძალა აქვს. ამიტომაც ცდილობს ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ამ დღეს მიიღოს წმინდა ზიარება. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.